უნგრეთში მიმდინარე პროცესები საქართველოს მოქალაქეებისთვის იქცევა მაგალითად. თუ როგორ შეიძლება საზოგადოებრივმა წნეხმა გავლენა მოახდინოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ის რომ ცვლილებები, მსგავსი ცვლილებები ერთ დღეში არ მოდის, თუმცა იძლევა საფუძველს ცვლილებებისთვის, ამაზე დღეს ყველა თანხმდება. უნგრეთში მიმდინარე პროცესებმა საქართველოს მოქალაქეებს იმედი გაუჩინათ. ყველასთვის ნათელი არის, რომ მსგავსი ცვლილებები ერთ დღეში არ ხდება, თუმცა იწყება მაშინ, როდესაც ხალხი არ ნებდება. შეიძლება თუ არა იგივე მოხდეს საქართველოში, რაც მოხდა უნგრეთში. ამ კითხვაზე პასუხი მარტივად გაგვცა დღეს ლაშა ბუღაძემ. მისთვის ნათელი არის, რომ ისტორიაში მუდმივად მარცხდებიან დიქტატორები, მუდმივად ხდება ცვლილებები მაშინ, როდესაც ამას მოქალაქეები აირჩევენ. უნგრეთი არის ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ამიტომ პრინციპში ის პროპაგანდა, რომელსაც აწარმოებდა ორბანი, ომის შიში არ იყო პირდაპირი. ანუ ომის შიშმა არ იმუშავა ასე პირდაპირი კუთხით, იმიტომ რომ პრინციპში ისაბავდა უკრაინას. ჩვენ შემთხვევაში პირდაპირია ეს ომის შიში და ამიტომაც ძირითადად ქართულ ოცნებას რა ქონდა მხოლოდ და რა აქვს პროპაგანდისტული ნარატივი. ომის ბაზისურად მან ვერ მოსპო ევროპული დემოკრატია უნგრეთში. თან რაც თავარი ახალგაზრდები იყვნენ ძალიან აქტიურები. უნგრეთში ახალგაზრდები გამოვიდნენ, ახალგაზრდებმა უარი უთხრეს აი პრინციპში გერონტოკრატიასა თუ კლეპტოკრატიას და რუსული ტიპის მმართველობას. იყო ერთი ლიდერი და ამ ერთი ლიდერის ირგვლივ გაერთიანდა ყველა სხვა ოპოზიციური ძალა. ჩვენ შემთხვევაში ეს არ მომხდარა. მაგალითი არის კონსოლიდაცია, იმედის მიცემა. ივანიშვილი დაიწყებს ახლა ბორგვას. რაღაცებს დაიწყებს, მოუწევს რაღაც გარკვეული ცვლილებების გატარებით, რომ მას მხარდამჭერი აღარ ყავს ევროკავშირში. ქართველებისათვის უვიზო რეჟიმის ასე ვთქვათ რეჟიმის შეცვლა გამპირობებული სწორედ იყო იმიტომ, რომ ორბანი ბლოკავდა პირადად ქართული ოცნების წევრებისათვის სანქციების დადება. ცხადია, უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა, რაღაცნაირი გარღვევა მოხდა, თითქოს რაღაცა კვანძის გახსნის მსგავსი ამდენ ცუდ ამბავში, სადაც განსთაგვიშდება, რომ ავტოკრატებმა მუდმივად ასე ვთქვათ განიმტკიცეს ძალაუფლება, ასე არ არის. პრორუსული რეჟიმებისთვის ყულფი ვიწროვდება, ამიტომ ბუნებრივია ჩვენი ავტოკრატისათვის და ჩვენი ოლიგარქიისთვისაც ეს არის სიგნალი. უნგრულმა გამოცდილებამ საქართველოს მოქალაქეებს აჩვენა, რომ როდესაც ცვლილებები სურს ხალხს, მაშინ აუცილებლად მოდის ეს ცვლილებები. სამოქალაქო აქტივისტები, ადამიანები, რომლებიც უწყვეტ პროტესტში არიან ჩართული, აცხადებენ, რომ დემოკრატია პროცესია და არა ერთჯერადი მოვლენა. ამიტომ მოუწოდებენ თანამებრძოლებს, თანამოაზრეებს, რომ აქტიურობა არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი. ურჩევენ მიადევნონ როგორ ვითარდებოდა პროცესები უნგრეთში და რა მოხდა გუშინ. შესაბამისად, მათი შეფასებით ახლა მთავარი ფორმულა ერთიანობასა და აქტიურობაშია. გავიაზროთ ის, რომ შესაძლებელია შეიცვალოს მართველები, თუნდაც 16 წლიანი მმართველობის შემდეგაც, ხო? დამაიმედებელია იმ კუთხით, რომ ამ მაგალითმა გვაჩვენა ის, რომ მანდაც მსგავსი სიტუაცია იყო უიმედობის, რომ ვერაფერი ვერ შეიცვლება, იგივე message box-ი იყო ომისა და რაღაც მშვიდობის ნარატივების, რაც რუსული გზავნილი იყო ერთ-ერთში. მადიანმა შეძლო რა სწორი პოლიტიკით, სწორი message box-ით, სწორი კამპანიის წარმოებით ხალხში გაეღვიძებინა ისევ ეს მუხტი, შეექმნა რწმენა, რომ ცვლილებები შესაძლებელია და რა თქმა უნდა ეს ერთ-ერთი გავს ჩვენს მაგალითს. ჩვენთან ახლა დგას რაღაც უიმედობის პერიოდი, სადაც კი ვიბრძვით, ვაპროტესტებთ, მაგრამ არ ვიცით აი შემდეგი რა იქნება და ზუსტად შემდეგი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ რაღაც იმედი შევუქმნათ ამ ადამიანებს, დავარწმუნოთ, დავაჯეროთ, რომ გამარჯვება შესაძლებელია და დავაჯეროთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის რაღაც როგორ გითხრათ ისეთი პიროვნება, ისეთი ბიძინა ივანიშვილი არ არის ისეთი ადამიანი, რომელსაც უბრალოდ ვერ მოვიჩვენოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა გაკეთდეს ის არის, რომ იმედი ჩაუსახოთ ამ ადამიანებს. როდესაც ადამიანები დაინახავენ, რომ გამარჯვება შესაძლებელია, სახში დარწმუნებული ვარ, არავინ არ დაჯდება. დღეს იმ გამარჯვება არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ უნგრელი ხალხისთვის, არამედ უკრაინისთვის და ვიცით, რომ ორბანის ბლოკავდა დაფინანსებებს და დახმარებებს, ხო? ასევე არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის და მთელი დასავლური საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ რაც ნაკლები რუსი იქნება ევროპაში მმართველობაში, ხო? ყველასთვის უკეთესია.
ივანიშვილსა და ორბანს შორის დღეს ჩვენი რესპონდენტები ძალიან ბევრ პარალელს სწავლებდნენ, თუმცა ყველასთვის ცხადი არის, რომ საზოგადოების მოთხოვნა ცვლილებებზე ადრე თუ გვიან აუცილებლად სრულდება.